როცა დახერავს ქარი დანის თემისას გაიფრებს აფრა ვერ ხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უშორეს აფრა ვერ ხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უშორეს აფრა მას შემდეგ ბედი დაიალქანი ქარის სიმძიმი გადაიხარა შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი ვისთვის ან ვისთან არ ვიცი არა ვერ ხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უშორეს აფრა ვერ ხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უშორეს აფრა Pulis გადახდა და გაიწვია. Ესი pulis? არაფერს. ამარაფერი გაშლება. სამიკო. სამი საქმეს მიხედა თორემ. მაკურებს ხელში და გაჭერით. რაო? რას მიყურებ? არ გინდა, არ გესმის მე გადავიხდი.
დაო, გაგწნეს. რა შენი საქმეა? უხეშობას გისწავლი. რას უყურებ, შეღორიშვილი? არა, ის მათ ხურდა დააბრუნე. ეხლა დონ დაუდე. თვითონ არ ვიცი. ეს გასაღები. ხედავ, ნაცრისფერი კოსტუმი რომ აცვია, იმას მიდი დაუთხარი ჩემს ოთახში შემოვიდეს. ჩქარა გაიქეცი. მუსაყა ნაშორდია. მილიციის ახალი კომისარი. აქედან ფეხი არავინ მოიცვალოს. მე წავედი. მეც წამოვა. დაეგდე აქ შენ ხელს არავინ გახლებს. ნადიდეს ოთახში ადი. მე? ნუ გეშინია იქ არავინ შემოვა. მოგძანდით. თქვენ კონტრაბანდისტი ხართ, მეც სახელად თევზი. საქმე უნდა შემოგთავაზოთ. მაპატიეთ მეგობარო, მაგრამ თქვენ რაღაც გეშლებათ. დაგეხმარებოდით სიამოვნებით. მაგრამ მე ის თევზი არ გახლავართ, რომელიც ასე იოლად მოხვება ბადეს. ქარაგმებით ლაბარაკს მოვეშვა, თქვენ თევზი ხართ. იგივე უტა ჯორჯიკია. ყოფილი ოფიცერი, მეფის ჯარიდან გამოგდებული ურჩობისათვის. მეცაც გეტყვით. თქვენ გუშინ გადმოლახეთ საზღვარი. და ახლა უნებართვოდ ხართ ბათუმში. კარგი იარაღი გაქვთ. მაგრამ უნდა გითხრათ მისი დანახვა მაღიზიანებს. ამიტომ ძალიან დამავალებთ თუ მაგ იარაღს ამოიღებთ და დადებთ მაგიდაზე. აი აქ. იარაღს არასოდეს ვიშორებ. ასეთ შემთხვევაში ნება მომეცით, მეც შევიარაღდე. დროა საქმეზე გადავიდეთ. კეთილი. რა გნებავთ? აი ესე შუბია. ზუსტად მილიონია. ბოდიშით, მილიონი რა? გირვანკა სტერლინგი. გემსიცავენ? დიახ. რა მიაქვთ? იარაღი. გასაგებია. პოლიტიკა ესე იგი.
თქვენ ეს გაწუხებთ? რა თქმა უნდა არა, პოლიტიკა ფეხებზე მკიდია. მაგრამ ის მადარდებს ისეთი ჯავშნოსანი სადვიშოო, სარბაზნები და სააბორდაჟო კაუჭები რომ ექნება. თქვენ თუ გაქვთ ესეთი რა? მათხოვეთ 1-2 დღით, ჰა? არა სამწუხაროა. სამწუხარო. იქნება ის მასწავლოთ, როგორ ჩავიდო ხელში გემით ცარიელი ხელები. ეგ რომ ვიცოდე, თქვენთან არ მოვიდოდი. ეს კაცი გადამრევს. მე თქვენ ყაჩაღი ხომ არ გონივა. ან მეკობრე. ფრენსის დრეიკი. ან იქნებ ფიქრობთ, რომ ისეთი სულელი ვარ ამ საქმეს ხელი მოვკიდო. მე თქვენთან საგამათოდ არ მოსულა. სულაც არ მაინტერესებს დრეიკი ხარ თუ არცენა ყაჩაღი. ვინც გინდათ ის იყავით. ახლა ჩემთვის მთავარია ის ფული გაქრეს გემიდან. და რამდენადაც ვიცი, ამ საქმის გაკეთება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენ. მე რამდენს მივიღებ? მილიონს. იარაღი გემს დენიგინისათვის მიაქვს. ის ფული კი, რომელიც რკინის ხურჩია, ოფიცრებისათვის არის განკუთვნილი. ასე ვთქვათ, ჰონორარია მოხალისეთა არმიაში სამსახურისათვის. ფულს საგანგებო რწმუნებული მიყვებოდა. ის ლიკვიდირებულია. გენერალი კაბარეში? დიახ. მე რა უნდა გავაკეთო? რაც მთავარია, ის ფულით სავსე ყუთი უნდა წამოიღოთ გემიდან. იმავე ყუთში ფულთან ერთად ინახება საბუთები, რომელიც მე უნდა გადმოვცეთ. და ბოლოს ხომალდი უნდა მოისმოს. მოიცათ. აქ ჩვენი გზების შესაძლოა გაიყაროს. მე თანახმოვარ გავიტაცო ფული. გადმოვცეთ საბუთები. მაგრამ სხვა დანარჩენი მაპატიეთ ჩემი პროფილი არ არის. დანარჩენს მე გავაკეთებ. როდესაც თქვენ გემზე ამიყვანთ. აბა? ბატონო შორდია. რას გეტყვით ამ საქმის თაობაზე? სამწუხაროდ ბოროტმოქმედის ვინაობა ვერ დავადგინეთ, ბატონო გენერალო. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ბოროტმოქმედი მოქმედებდა მარტო. საფუძველი? მისი მოქმედებიდან შანს, ბატონო გენერალო. ორგანიზაცია ყოველთვის ზუსტად დამუშავებული გეგმით მოქმედებს და უკან დასახევ გზას იტოვებს. აქ კი, როგორც მოგახსენეთ, მსგავსი არაფერია. ასეთ რამეს შეადის ან გიჟი, ან ფანატიკოსი. საყურებლებოა. ბატონო აშორდია. მე თქვენ წუმპედანა მოგათრიეთ და თანამდებობა მოგეცით. რასაც არც თუ ისე ცუდად ართმევთ თავს. მაგრამ თუ მსგავსი რამ განმეორდა, თქვენ დაგარგავთ არა მარტო თანამდებობას, არამედ თავსაც. მიბრძანდით. შენ საქარყოფნაში ბევრი რამ მოხდა ბათუმში. ჯერ იყო და თურქებმა აგვიკლეს. მერე გერმანელები მოვიდნენ. ახლა გერ ინგლისელები არიან და მერე რა იქნება ვინ იცის. აი ესე ვარ. ერთი ეს მითხარი, მურზაყანაშორდია მინდა ნიშნა მილიციის კომისრად. ინგლისელებმა. ქალაქის თავით მფარველობს. შენ ხომ იცი? რა ჩიტიც არის.
მოვეწონა მაშინ რა ვქნათ? ეგ შეუძლებელია. ეს რომ გაიგოს აშორდია, ხომ იცი როგორ ეჯავრები უკან არაფერზე დაიღებს. მეც ძალიან მიყვარს აშორდი. გიჟი ხარ. კაპიტანს არ აგვიცო. არ მოგენატრე? გუთა. ძალიან. აბა შენ გონი აშორდიას სანახავად შემოვედი? მერე კაპიტანი რომ შემიყვარდეს არ გეშინია? აბა გაბედი. ხომ იცი ვისთან გიქნება საქმე? აი შესაძლოა. ეგ რაღაცია ბიჭო. არაფერია. ის კაპიტანი თუ დამიმოგობრეთ, ყველაფერი შეიცვლება. შენ ფიქრობ გამოვა ეგ საქმე? ჯერ არ ვიცი, ნახოთ. თუმცა რას გეკითხები? სულ ერთი არ არის. იცი რა, უტა. წავიდეთ აქედან. მოდი შევეშვათ ამ საქმეს. ხომ ხედავ რა ამბავია, ეტყობა კიდევ კარგახას არ დაწყნარდება აქაურობა. ცოტა ფული მოვაგროვებ. პირველ ხანებში გვეყოფა, მერე ვნახოთ. რაც გინდა სტამბოლში ხომ ხედავ? სულ ასეთი ამბავია აქ. გადაპატიმრება წავი. გასაღები ალისთან არის. ჩანთა ოთახშია, კარადის უკან. მარტოპორტს ინგლისელები იცავენ, ხალხის გაგზავნაც საჭიროა. გავგზავნი. ასე აჯობებს. ბატონო კომისარო. აიღო. თევზი ჩამოვიდა. სად არის? კაბარეში. ჩამოვიდა. გაიქეცი კომისარიატში და გადაეცი. ყველანი შეკრიბო. მე იქ დამელოდეთ. გაიგე? გავიგე. მოხდა რამე? ისეთი არაფერი. ერთი ჩემი ძველი მეგობარი ჩამოვიდა. ეტყობა დიდ პატივს ასცემთ. როგორც ვატყობ, ამ შეხვედრას არც ერთი მილიციელი არ დააკვირდება. ბატონო ზახაროვ. თქვენ რომ ჩემს მეგობარს იცნობდეთ. ხუმრობის ხასიათზე არ დადგებოდით. თქვენი მეგობარი ბოლშევიკია? არა. სამწუხაროდ არა. რაღაცას აპირებ მგონი. დაუშვათ. მე გამომიყენე რამეში. ამ ქალაქში არავინ მიცნობს. ეგ იცნობ. მე ჩემ წილზე ვითამაშე. მაშინ დამიბრუნე. რა? ჩემი წილი. აგენ გითხარი პოლიცია ჩაერია საქმეში. წლებს დავახციე თავი. აი რა. იჯექი კაბარეში. და მელოდე. მე ახლა ქალაქიდან ავდივარ. ხილა დაშორდია. აი მალეთ.
გვევიჩადი. რა მოხდა? პაპატიეთ? როსაი? ხლებმა ნიაზი ვარ მე ვერ მიცანი ხომ არაფერი გატკინა? არა რასამ რამბავია, რა ხდება აქ? შენ ხარო და საიდან გაჩდი აქ ბიჭა? გამარჯობა. გამარჯობა. შენზე თქვენს უცხო ქვეყნებში გადაიკარგაო. როგორც ხედავ აქ ვარ. ტყუილად არ მოხედავდი. კი, საქმე მაქვს შენთან. რა მოიგონე კიდევ? სალაპარაკო ბევრი მაქვს. გადიგარეთ მიას. კარგი. საქმე ძალიან სახიფათოა. რთული. მეცაც გეტყვი. შეიძლება რომელიმე ჩვენგანი შეეწიროს კიდეც დასამალი რა. ერთი გეგმა მაქვს. თუ შენს ბიჭს გამაყოლა, შეიძლება ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ შეტრიალდეს. ისე გაზრდილა. დავაშკაცებულა. კი, გაზრდით კი გაიზარდა, მაგრამ კარგი ვიდეო. ამის დამთავრებას როდის აპირებ? შენ რა დამცინი? რატომ? თუ ეს საქმე გამოვიდა, 5-3 წელს ააშენე. 5 რა თმინდა შეგაცო. რა ვიცი, კაცია დაგონება. მე კი წამოვალ. ჯანდაბას ჩემი თავი. აი, ბიჭზე კი გაგითხრა. სულ ბავშვია. ჯერ კარგი არაფერი არ უნახავს ამ ქობანას. არ მინდა ნადრევად საფრთხეში ჩავაგდო მისი სიცოცხლე. მაგას უჩვენია ერთხელ სადოს ბედი. ვიდრე შენ საერთელი სიცოცხლე ხო არ ასოფლი. მე ჩემი გითხარ.
უშვებ თუ არა? Yes. უტას გაგევი. გააკეთე რასაც გეტყვის. მომეხე. იარაღისები გარი. ნაბდები წამოიღე. That have got more important things to do than stay at this godforsaken place and drink tea. In England, this kind of business is done fairly and in time. კაპიტანი ამბობს, რომ მათთან ინგლისში ასეთ საქმეებს სწრაფად და მარიფათიანად აკეთებენ. უთხარი მაგას, რომ ჩვენთან აქ სამოქალაქო ომია. რევოლუცია. His Excellency wants you to take into consideration that his country has been plunged into civil war. I don't care what a none in this country. კაპიტანი ამბობს, რომ სულ არ აინტერესებს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს კაცი კომერსანტია, ბატონო გენერალო და ფეხებზე კიდეა პოლიტიკა. გადაეცი, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. მე თვითონ მივხედავ ამ საქმეს. უთხარი, რომ გემი ამაღამ გავა. The general guarantees that everything will be all right. Please. ბატონო გენერალო, მართლა აპირებთ ინგლისელების გაშვებას ამ ღამით? დიახ, ვაპირებ. მაგრამ ფულსა და საბუთებს ვინ გახვება? ძალიან მიჭირს თქვენთან განშორება, ზახარო. მაგრამ მოკლული გენერლის მისია თქვენ უნდა იკისროთ. ცუდად არის საქმე. რა მოხდა? გემი დღეს აპირებს გასვლას. თვითონ შეამოწმე? დიახ. დაახლოებით როდის აპირებენ? გონი შუაღამისას. დრო კიდე გქონია. ამ საქმიდან აღარაფერი გამოვა. დავაგვიანეთ. ხანო. ცოტა ხნით დავტოვეთ. იმან, ვისაც აქ მოსვლა არ შეუძლია. ასე შემოგითვალა. ყველაფერი რიგზეა. და ახლა შენი დრო დადგაო. ასე გებია?
მარცხნივ გემის კაპიტანი ზის. იცი, მეც მაგას ვუთვალთვალე. თუ იმ კაცმა მოგვატყუა, კაპიტანი გემზე არ უნდა ავიდეს. დიახ. კაპიტანს მოსწონს ის ქალი. იცით ვინ არის? არა, არ ვიცი. თქვენი უტა ჯორჯიკიას მეგობარი ქალია. Sur la route, le cœur en déroute. Dans la nuit j'écoute le bruit de tes pas. Mais rien ne résonne et mon corps frissonne. L'espoir s'envole déjà, ne tiendrais-tu pas? Solșulian, ha? Ara, fen. Nevi, ოთხი ბიჭი მაქვს. Si tu m'aimes, tu viendras quand même cette nuit sur la route. Dans la nuit j'écoute à chaque bruit mon cœur bat, ne viendras-tu pas? ესე იგი მოვიდა. მოვიდნენ. დაიმახსოვრეთ. სოფელი ოჩხამური. ამირან ჩიჯავაძე. სოფელი კვირიკე. დურსუნ პოლქვაძე. სოფელი ჩახათი. გაბრიელ პაპიაშვილი. ქალაქის მისამართი იცით. პაროლი ყველგან ერთია. Those girls have cheated us. George! Signal the boat. Let them come back. We're leaving. Yes, sir. The girls were fine, especially the blondie. Boat over right. George, get the passengers. Yes, sir. Get away. Your hand, please, madam. Be careful. Thank you. Be careful. Luggage quick. This way, please.
Raise the boat. Please, madam. Sí. Heads on the port side, ready? Maybe you'd like me to call the steward. No, you needn't. Thank you. All right. I'm sorry, madam. Trip the line. Витечка. Get the mooring ropes off. Damn you all. Stop scratching your bunker. You are with us, madam. What's going on? At 5 o'clock, make a turn to the north. I'm tired. I guess I need a rest. Good night, boys. Good night, sir. Good night, sir. Here goes the woman chaser. Got snapped? Shut up. მარჯვნივ ისე რომ ვერავინ ვერ იფთნობს. გადიდე, მე გამოვყენე. Come in. Oh, that's you, madam. Come in, please.
Mr. Zakharov, it's me, the captain. I've got to talk with you. Rambavia. Sadari Seifi. Seifi. Zada. როდის აფეთქდება? 2 საათში. დროა წავიდეთ ნავიშაუში. კაპიტანთან მიყვავს. ჯერჯერობით კარგად. ყველაფერი უსადა გაქვს? ყველაფერი. მე უკვე ვღელავდი. ყველაფერი გადასვლა. მე მოგიყვე. გადიდეს მიეხმარე. წელი მომეც. მადლობა. ხასან. ეს მიჩაბი გადი. რომ დაიგვიანეთ. აი, კაპიტანი ჰიტოვა. ესე დაუბათი მოიტანა. არა, რამჯერა ყოფილი. აბა დაუჩქარე. კაპიტანო, თქვენი გემი ერთ საათში აერში აფრინდება. ეკიპაჟის გადარჩენას კიდე მოასწროთ. ოღონდ უნდა იჩქაროთ. ბატონო შორდიას ჩემი მოკითხვა. აი თქვენი დასაცმელი.
სად ჩავიცვა? აგერ იქ შედით. ნიას ისე ძალიან გიხდება ეგ კაბა. ერთი შენს. კაპიტანს ხო არაფერი უკადრებია ბიჭო. ბუდა. ამ კაცის საქმე როგორ იქნება? ახლა ვერ ვკითხავ. ქალაქში მინდა დავბრუნდე. ქალაქში თქვენი დაბრუნება არ შეიძლება. რატო? იმიტომ რომ აუცილებლად დაგიჭირე. რატომ აუცილებლად? ქალაქი შეგრულია. და თქვენი გამოჩენა არ ივარგებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩემი გაშვება არ გინდათ. იმიტომ რომ არ მენდობით. სანახევროდ მივხვდით. მაგრამ თქვენი დაბრუნება ქალაქში თქვენთვისვე საშიშია. ერთიას მითხარით. რა სოფლებია ახლომახლო? უთხარი. დინარე ლეგვამდე მუხა ესტადა. ლეგვს განვა. კვირიკე, ჩახათი. კვირიკე საით არის? მიეცით ამასთან საცმელი და იარაღი. კვირიკე ჩვენ გზაზეა. ერთად ვიაროთ. ასე აჯობებს თქვენთვისაც და ჩვენთვისაც. ბატონო ზახარო. ერთი წუთით. გისმენთ. რატომ დამიმალეთ, რომ იმ გემზე ფული იყო? არ იყო საჭირო თქვენ რომ გწოდნოდათ. გასაგებია. ამ ფულისთვის მოკლეს გენერალი კაბარეში. შესაძლოა. ყოველ შემთხვევაში უკვე ცხადია, რომ მოქმედებდა კარგად ინფორმირებული ხალხი. გახსოვთ, ერთ ჩემს წველ ბავშვობის მეგობარს იგი ამბობდით. დიახ. ის არის. თქვენ კი ამტკიცებთ ბოლშევიკი არ არისო. ამას ახლაც ვამტკიცებ. მაშინ გემი რატომ ააფეთქა? სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც გაუგებარია. ეს თქმალე გათავდება. მერე რა? მერე ერთი პატარა სოფელია. იმას გვერდი უნდა ავაროთ და
დინარეს მივადგებით. რატომ ეძახიან ამ ადგილს მათრობელა დღეს? ამ ადგილებში ძალიან ბევრია ველური ვაზი. და იმიტომ. მერე ამ ყურძნიდან ღვინო გამოდის? როგორ არ გამოდის? ეს გაველურებული ვაზია. თორემ უჯიშოგი არ არის. მართალია ცოტა მჟავე გამოდის, მაგრამ ისმევა. ალბათ აქ ძველად ხალხი ცხოვრობდა. და იმათ გააშენეს. ახ რომელი გიჟი დასახლდებოდა. ადგილების მეტი რა არის? იქნებ ცხოვრობდნენ კიდე. მე კი სიმართლე გითხრათ ასეთ ადგილას ცოტა ჩქარა. გამოადგით მე. უტა. ჰა? აი, იმ კაცის საქმე როგორ იქნება? ამ დროზე გეკითხები. არ ვიცი, გადავალთ დინარეს და ვკითხავ. ისე კი კაი ვაჟკაცი ყოფილა, მე მომწონს. კი, მეც მომწონს. როგორ ფიქრობოდა? იჩნობს იმის კვირიკაში. არა მგონია. უტა, იმ ყუთში ბევრი ფულია. თავზე საღრელი. რატომ მეკითხები? ამ დროსთვის წილი რომ შეგვეთავაზებინა. არ იქნებოდა ურიგო. შენი წილი რო შემცირდება? თავზე საყრელი ფული რა თქინდა შეკაცო. ნუ აწვენებთ კაი ბიჭი ჩანს. უტა. მოდი ჩვენ შევთავაზოთ, მე მგონი ასე აჯობებს. კარგი, შევთავაზოთ. ისე რომ იცოდეთ, სავენახეთ ყველა მიწა არ გამოდგება. ვენახს ფერდობი უყვარს მზის გული. მოიცა ასა. აი შენ რომ თქვი, ჩემი წილი მიწას ვიდიდი. ერთი ეს მითხარი რადგინდა? როგორ თუ რადგინდა? ხო, იმ მიწაზე რას გააკეთა? როგორ თუ რას? ბაღს გავაშენებ, ვენახს ჩავყრი. ესე იგი იმუშაებ, არა? აბა რას ვიდა? შტერი, ამოდენა ფულის პატრონი კიდევ იმუშაებს. დაბინდებამდე ალბათ მივალთ. ჩუმად მოიცა? აი გამარჯობა შენ ბიჭი. ჰა? ეი, მოიცა, სად გარები ხარ? ესაა ჩემი მარჩენანი. ეს რომ არ მყავდეს შიმშილით გამძლეებოდა სული. ერთი მაიჯაი მომაწოდე. დალი, ხიზრდე მარგებელია. მადლობთ. დალი. რა ქვია ბიძი? მარკოზი დამიძახე. ასე მომნაბლესდა. ისე გეტყობა ბიძია მარკოს გვარიანი ვენახი გაქვს. მე? ფილმომაშავაშვილო ვენახი. ამ ხადასაწნახელი რადგინა აბა? მაის საწნახელი გასაყიდად მინდოდა, მაგრამ ახლა ვინ იყიდის მაგას? რატომ? კაი საწნახელია. კაი საწნახელია, მაგრამ
ყურძენი თუ არ იქნა რა ჯანდაბად გინდა. შეჭამა იმ ხერმა ფილოქსერამ ვენახი. დაარცა საშველი წამლად რომ გინდოდეს. ერთ მისხალშაბი ამას ვერ იშოვი საქართველოში. იმის მერე რაც დენიკინმა ბლოკადა გამოგვიცხადა სულ წავიდა ჩვენი მთავრობის საქმე ხელიდან. უყურე ამას შენ რა ყველაფერი ცოდნია. მე გურული ვარ ვიზია. ჩემ თავზე რა ხდება იგი ვერ გამიგია თუ არა ქვეყანაზე რაც პოლიტიკა ტრიალებს მაგი კი ვიცი. არ გეწყინოს ვიზია. არც წენია ვიზია. მაგრამ აგერ ახლა ერთი ამბავი გევიგე. რომ გითხრათ არც მაგას დამიჯერებ. რა გაიგე მაგისთან? თქვი შეგაცა. რა და? გოუგიათ ინგლისელებს ჩვენი გაჭირვება. მერე? შეწუხებულან ძალიან. არიქა იღუპება საქართველოს ვაღვენახიო. შეუცხადებიათ თურმე. ოდა ერთი პარახოტი შაბიაბანი გამოუგზავნიათ ჩვენთვის. მაგრამ ნუ იტყვი. გოუგიათ ეს ამბავი ბოლშევიკებს. დახვედრიან იმ გემს შუა ზღვაში. და ისე აუფეთქებიათ რომ ერთი ნაფოტიც არ დარჩენილა. ძია მარკოს, თქვენ თუ გჯერათ ეგ ამბავი? შაბიაბანის გამოგზავნაზე რა მოგახსენოდა? გემი რომ აფეთქდა. ჩემი ყურებით გევიგოთ. იმისთანა ბუთქა რომ ამ ჩემს მარჩენალს კინაღამს ძეგოუს. ჩემი თვალჯერა თხას მაინც დაუჯერა. ხომხედავ გამიმოწმა. ერთი ეს მითხარი ძია მარკოს. ჩვენ რომ დაგვინახე და მოცოცხე უკან მოუხედავად. რა იყო რამ შეგაშინა ასეთმა? სიფხილეს თავი არ სკივაო, მე თქვენი კი არ შემშინები. აბა ის უწაწმედილი კალენიკე მომელანდა უცებდა რა დამაკავებდა. ძია მარკოს, რა კაცია კალენიკე? რა ვიცი. მაგას რას გოგუგე. ერთი შეხედვით ყაჩაღია. მეორეს მხრივ თმაქს გრძელი და სულ პირჯვარს იწერს. ერთი გია. მაგასთან შეხვედრას სიკვდილთან შეხვედრა მირჩევნია. მოდიან. რამდენი? ორნი. დანარჩენები ქვევით დარჩა. გაიყვანე ესე. აბა, ჩარა, გადით. აბა, გადით აქედან ჩქარა. არდულში შეიყვანე. ბიჭი გაიყვანე. იყოს მონჯია. მითხარი შენი ფასი. რეისი ფასი. ეგ არ არის შენი საქმე. თუ რამდენი გინდა? ეგრე ძვირი დაგიჯდება. რამდენი? ასი ოქრო. 100,000. რამდენი? 100,000 მეთქი. ვალუტით? ვალუტით. უნდა ვიფიქრო. შეეში მაიმუნობას კალენიკე. მაგისტრო არ არის. მე ჩემი სათქმელი გითხარი. სამისამაცაც მოგწე. ბოლშევიკებს მიაკითხე. ისინიც დაინტერესებულნი არიან ამ საქმით. მაგრამ რას მოგცემენ? ბოლშევიკების არაფერი მინდა. მე ჩემი ფასი გითხარი. კარგი.
მონახმავარ. ხოლოდ იცოდე ერთის პირობით იმ ქალს ხელი არავინ ახლოს. კარგად დაიმახსოვრე. ამას იქით წასვლა აღარ ივარგებს. ღია ადგილები. ხიდი სად არის? აი მოსახურის დაბლა. დაბრუნდი უკან ნახე რა ხდება. საქმე გაკეთებულია. მე მგონი მადლობაც მეგოდეს. რაც არ უნდა იყოს თქვენი საქმისთვის გაგწერეთ. მე მგონი უფრო ფულისათვის. მართალი ბრძანდებით. მიყვარს ფული და რა ვქნა. იქეთ სიწყნარია. წავალ ახლა და ხიდს გადავხედავ. წამოყვე? არ გინდა დაიშანე. აბა ერთი ამათ შეხედეთ. რამოდენიმე დღის წინ არავითარი პერსპექტივა არ გააჩნდათ. მეცაც გეტყვით. მათი ცხოვრების მიზანი ლუკმაპურის ზებნა და მათხოვრობა იყო. მოხვედი შენ და მოევლინე გაჭირვებულთ ფარველ ანგელოზად. არა, ანგელოზად კი არა, ღმერთად. ახლა ისინი თავისუფალნი არიან. თითოეული მათგანი ისე იცხოვრებს, როგორც მას მოესურვება. ჰასანი იყიდის მიწას და გააშენებს ვენახს. ჰა? დაოჯახდება მერე და ბედნიერი კაცი იქნება. პოცო ააგებს ბოლოს და ბოლოს თავის გემს. ნიაზი ისწავლის და გახდება კაპიტანი. და ვის უნდა უმადლოდეთ ამას? იმას, ვინც იპოვა ერთი პატარა რკინის ხუთი. მარკოზი? მარკოს რას უშვები? მარკოზი? ხო, ერთი თხის იმედით რომ ცხოვრობს. სოციალური საკითხების გადაჭრას მე არ გისურვებ. რამდენადაც ვიცი, მაგ პრობლემით თქვენ ახარ დაინტერესებული. ასე რომ მაგ შეკითხვას თქვენ მე უნდა უპასუხოთ. თქვენ გონიათ ფული მენანება? ეგ მე არ მithქვამს. მაშინ რატო წამოიწყეთ ეს ლაპარაკი? ლაპარაკი დაიწყეთ თქვენ და თუ არ გსიამოვნებთ, ბოცო მოდის. კარგი, მე ვილაპარაკოთ. ვილაპარაკოთ. ხიდზე ინგლისელი ჯარისკაცები არიან. აი, შეთევადერი. იამ თქვი რომ არა. უკან დაბრუნება ხო არ აჯობებდა? არა. უკან დაბრუნება არ შეიძლება. ისინი უკვე ჩვენ ყველს მოყვებიან. აქ უნდა გადავიდეთ. სხვა გზა არა. Well, your uncle. The picture of my girl fell out. How the bloody hell did you explain the blessed thing away? You could say she's really interested. I said she was my sister. That's what you have done, I suppose. Not me. I'm not married. And what's more, carry none of that bloody picture. Oh, come on, yes, you will. You said Well, I will. მიდი.
სხვა. ვინა ხარ? თქვი. ანდრო. საგმუზე წაიყვანეთ. არავინ არ არის. გონი ჭაობისაკენ წავიდნენ. გასაგებია. მოკლეს? არა. სადგურზე წაიყვანეს. ქვით, ფონია. იქ გადავიდეთ. შეიძლება დავეწიოთ. აღარ მოვასწრებთ. ვის მისდევთ, რომ მისდევთ? ძმა, თქვენი თუ მამიდაშვილი. შენ გაჩუმდი. რას ქვია გავჩუმდი? მოდენა ფული. იმ კეთილი ბოლშევიკისთვის დავკარგო? გაჩუმდი მეთქი არა ეგ შენი საქმე. მომეცი ჩემწინი. მე მივდივარ. კისერით ვიდეხიათ. ყველა ერთად გავალთ აქედან. ან არადა.